Შემრუნდებით პირდაპირ ეთერში ახალი ამბებით არჩევნების შემდეგ პირველ პრესკონფერენციას მართავს ქართული ოცნების თავმჯდომარე მანანა ყობახიძემ ჟურნალისტებთან უახლოეს პოლიტიკურ გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობის ფორმირება უკვე დაწყებულია და მინისტრთა კანდიდატურების წარდგენის პროცესი ახალი პარლამენტის შეჭრებისთანავე დაიწყება. დღესვე ყობახიძემ ჯერ კიდევ მოუქმედ მთავრობა საკუთარი მოვალეობის პირნათლად შესრულებისა და იმ სირთულეების აღმოფხვისკენ მოუწოდა, რომელიც ახალი მთავრობის დამტკიცებამდე შეიძლება წარმოიშვა. ყობახიძემ კანონის უზენაესობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც დანაშაულს ჩაიდეს, კანონის ფარგლებში უნდა დაისაჯოს. საზოგადოებამ, უმრავლესობამ ამომრჩევლებისაც ცალსახად დაუჭირა მხარი სწორედ იმ კურსს, რომელსაც ჩვენი პროგრამის სახით ვთავაზობდით, ანუ ქართული ოცნების პროგრამას და კურსს, შესაბამისად მინისტრთა კაბინეტიც უნდა იყოს სწორედ უმრავლესობის მიერ წარმოდგენილი. ამიტომ მე ვფიქრობ, პრეზიდენტს ნამდვილად ეყოფა კეთილგონიერება, რომ ეს იქნება შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი, თუ იქნება იუსტიციის თუ თავდაცვის, იქნება სწორედ ის კანდიდატურები, რომელიც უმრავლესობის ნების, ასე ვთქვათ, უმრავლესობისგან იქნება წამოსული და შეთანხმებული.